ერთი ბიტკოინის დამაინინგება, მოპოვება ხდება 40,000 ამერიკული დოლარი. დამაინინგებული ბიტკოინი ბაზარზე გადის და იყიდება 120,000 დოლარად, ანუ 4-ჯერ ძვირად, ვიდრე მისი მოპოვება. ანუ ეს არის უნიკალური აქტივი და ადამიანები უძრავ ქონებაში დებენ ინვესტიციას. როცა შეუძლიათ გაოთხმაგებული მოგება ნახონ. 150,000 დოლარის შემთხვევაში შენ მიიღებ 80,000 დოლარს წლიურ მოგებას. ორბიკ თავაზობს 35,000. მოდი ახლა დაფიქრდი და გადაანაწილე ეს თუნდაც 10,000-ზე, თუნდაც 1,500,000-ზე, ნებისმიერ თანხაზე. ცხადი მოგებაში ხარ. სანაცვლოდ რას იღებ? უკეთეს ინფრასტრუქტურას, ნაკლებ სახლს თბილისში, რავი, რაც გავს თბილისი, რავი, აღარ იცხოვრებ ამ ქალაქში, შესაბამისად შენ ბევრ სიკეთეს მოუტან ამ ქალაქს და არა ვიღაც სურელ მშენებელს თუ დეველოპერს, რომელსაც ფეხებზე კიდია, იღებს საკომისიოს და გარბის. მორჩა ეს არის რა, ეს არის ბიტკოინი, ეს არის კრიპტოვალუტა, ეს არის უნიკალური აქტივი, ბევრად უნიკალური აქტივი, ვიდრე უძრავი ქონება. რატო? იმიტომ რომ შენ სახლს იცავს საქართველოს მთავრობა და ჯარი. რუსის ჯარი რო შემოვა, შენ სახლს ფას დაუვარდება. რაც უკრაინაში მოხდა რამოდენიმე წლის წინ. დღეს რო რუსის ჯარი შემოვიდეს საქართველოში, ბიტკოინის ფასი არ წამოვა ქვევით, იმიტომ რომ ბიტკოინს არ ადარდებს რა ხდება შენ ქვეყანაში. უძრავ ქონებას აქ კიდე სხვადასხვა რისკები, მიწისძვრა, ცუდი მასალა და ასე შემდეგ და შემდეგ. და ეს შენ კარგად იცი, უბრალოდ ორბის რეკლამას რო უყურებ, 150,000 თან დოლარი განიცდის სერიოზულ ყევებს და ინფლაციურია. ამერიკაში რა ხდება, შეგიძლია თავად ნახო, ფიატ ვალუტები კვდება და შენ მიდიხარ და უძრავ ქონებაში დებ ინვესტიციას. ხმერს თუ ჩემო. რატო? ეს კითხვა მე არ უნდა დაგისვა, ეს კითხვა არის ის, რომელიც შენ უნდა დაუსვა შენ თავს.